ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მომდის ესე კითხვები ტრემორთან დაკავშირებით, ან ხელები რო უკანკალებთ ადამიანებს და ან რაღაცა ხო ამასთან დაკავშირებით თუ რა თქმა უნდა არ არის გამოწვეული თქვათ ალკოგოლისთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ამ პაციენტებს ეუბნებიან რომ თითქმისო უკვე პარკინსონში გადაგდით, ჯერ არ არისო, თან არისო და ასე შემდეგ. მე ერთ რამეს შემიძლია ნამდვილად გითხრა. თუ ეს ადამიანი, ვისაც აქვს ტრემორი, ხელების კანკალი, იღებს სტატინებს, ანუ ქოლესტერინის დამწევ საშუალებებს, იცოდეთ რომ მიზეზი არის მაგაში და არანაირი პარკინსონის არ აქვს ადგილი. და ამ შემთხვევაში სულ რამდენიმე საშუალების დამატებით, რაღაც კომპონენტების, ბადის და რამდენიმე ვიტამინის დამატებით და კვების გამოსწორებით ეს ყველაფერი გადის ძალიან კარგად, ძალიან ეფექტური შემთხვევები გვაქვს, რამდენიმე მაქვს, აი ბოლო პერიოდში, ბოლო ერთ წელიწადში 3 შემთხვევა მქონდა, 3-ვე ალაგდა ბოლომდე. ანუ კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს გაქვთ ეს პრობლემა, მობრძანდით კონსულტაციაზე, ინდივიდუალურად შეგირჩევთ რა და როგორ ვერ გეუნებით რას, იმიტომ რომ ყველა სჭირდება კონკრეტულად ინდივიდუალური შერჩევა პროდუქტის, კვების, ბადის, ვიტამინის, ამიტომ ეხა იქ მომწერეს ამასთან, რომ არ გერქვარები მიიღოთო. ესე მარტივი რო იყოს ერთი რაღაცის თქმა და ყველა ადამიანზე მოარგო რაღა გვიჭირდა. ამდენი წლის ექიმი ვარ და ორი ერთნაირი შემთხვევაში არ შემოხვედრია, თუნდაც ერთ და იგივე დაავადების და ერთ და იგივე ასაკის და სქესის შემთხვევაში. ამიტომაც კონკრეტულად ვერ გეუბნებით ხარ რომ თქვა რაღაცა და შედეგი ვერ მიიღოთ, მე იტყვით რომ არ მიშველა და ასე არისო. ამიტომ მობრძადეთ კონსულტაციაზე და 1-2 კონსულტაციაც კი საკმარისია ხოლმე ეს შედეგი მიიღოთ. ანუ ხელების კანკალი, ტრემორი, ან თუ გეუბნებიან რომ აი პარკინსონიზმი გეწყება და რაღაც წინა სიმპტომები გაქვთ, იცოდეთ რომ ასე არ არის, იქ არის რაღაცის დეფიციტი და რაღაცის თუ მით უმეტეს კიდევ ერთხელ სტატინების მიღების შემთხვევაში ეს არის აქედან გამოწვეული. საერთოდ მე წინააღმდეგი ვარ ამ პრეპარატის, საერთოდ არავის არ უნიშნავ და ქოლესტერინიც არ არის ისეთი ხიფათი, როგორც აქამდე გვეგონა და როგორც ფარმაცევტული ფირმები გვტენიდნენ ამ ინფორმაციას. მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის.